ცუდი პირი გიყურებს შენ, ან უკანა ნაწილი მონიშნული გვაქვს, წინა ნაწილი მონიშნული გვაქვს და აი ეს დეტალი, რომელიც შევქმენით, ამის ზომები უკვე წინასწარწიგში არის და ვიცით, დებთ როგორ ამისი ცუდი პირი და ამისი კარგი პირი ემთხვევა ერთმანეთს, ჩამოაჩოჩებ აი ბოლო ნაწილამდე და ხდება როგორ უკანა ნაწილის დაბლავდებთ, თუმცა აი ეს წაგრძელებული ნაწილი უყურებს წინა ნაწილს და გვირის გავაკეთებთ აი აქ და აი აქ. და ეხლა გაჭრა გავაკეთოთ, აი აქედან აქამდე, მე ავიდეთ აი ამ წერტილებში, ესე იგი ავედი და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ აი მართკუთხედე ბოლომდე მიხვიდე, იმიტომ რომ ეხლა უნდა ავატრიალო. მაგრამ ეგეც გადავიღოთ. ნახეთ, აი ბოლომდე ავიდეთ. და ნახეთ, ეხლა ცუდი პირიდან ამას ავატრიალებ უკვე აი ესე კარგი პირისკენ. ესე ლამაზად ამოვატრიალოთ და გავაუთავოთ ეხლა აი ეს ნაწილი ერთად. და რას ვაკეთებ? ეხლა რა არის? ცოტა ბიაზირდი ისეთი მარტივი სამუშაო არ არის, თუმცა პერანგის ქსოვილები რაც არის თვითონ ამაზე რთული არ არის მუშაობა. ნახეთ, ესეთი იდეალური მართკუთხე როგორც კი შეიქმნა. ჩვენი მთავარი მიზანია შემდეგ აი ეს ეგრეთ წოდებული ჩაღრმავება შევავსოთ. ნახეთ, როგორ ვაკეთებთ. ჯერ პატარა ნაწილს, დიდ ნაწილს თავი დაანებეთ. პატარა ნაწილს გადმოვიტანთ აი აქეთ. ამის შევსებაზე ვმუშაობთ ახლა, ხო? და ზუსტად იმ ნაწილზე გადავკეცავთ, სადაც შევხედავთ, რომ აი ეს ამოღრმავებულობა უკვე შეივსო, ისევ გადავუთავებ და აი აქ ნაკერი გვირისტი უკაცრავად რაც გავიდა, მაგაზე გავაკეთებ აი ესეთ 1 სანტიმეტრიან ლამაზ ჩაკეცვას. ეს ლამაზად დავფაროთ აი ეს დეფექტები რაც არის და თავიდან გადავატარებ აი ესეთ უთოს, ნახე? და გვირისტმა, აი ნახე შეავსო უკვე. გვირისტმა უნდა გაიაროს აი აქ 2 მმ-ზე. ანიმ გააკეთა უკვე ჩემმა მოსწავლემ აი ეს გვირისტი. შემდეგი რაც უნდა გავაკეთოთ, უკვე ანუ ერთი ფენა გაკეთებულია. ეხლა ვიმუშაოთ მეორე ფენაზე. მეორე ფენა უკვე ზემოდან უნდა გადავადოთ, გოგოებო, ნახეთ. იმედია ეს ვიდეო გაკვეთილი გამოგადგებათ. და ზუსტად იმ პირზე, რა პირიც ქვედა ნაწილმა შექმნა, ესე ლამაზად, მოდით. ნახეთ, თან ვამუშავებ, ხო? აი ნახეთ, რო შეგახედოთ, ზუსტად იმ პირზე არის კოხტად, ლამაზად. ეს ნაწილიც აი ესე კოხტად და ლამაზად შევკეცოთ, რომ ის ქვედა გვირისტი დაიმალოს. მე გირჩევდით, რომ აი სისწორეზე და სილამაზეზე, აი დავიწყე ხელი იზრუნოთ, აი ესე და რაც შეეხება ზედა ნაწილს, უბრალოდ აი ესე ჩავკეცავ, ნახეთ. ძალიან ცხელია, დავაჭირო. ეხლა ნახეთ რა მივიღეთ. ის ქვედა ნაწილს ხო აქეთ გაუკეთდა გვირისტი, ზედა ნაწილიც დამუშავდა, უკვე ზედა ნაწილს უნდა გაუკეთეს გვირისტი. აი ისევ აი აქ, აი ესე შექმნას მართი კუთხე და შუაში ჯვარედინი გააკეთოს. ოღონდ აუცილებელია ქვედა ხაზი ემთხვეოდეს, გოგოებო, აი ამ ნაწილს, რომ კარგად ჩაკეტოს, ხო? ეხლა ჩვენ აქეთას თუ გაუკეთ და ხელმარცხნივ, აი ამას გვირისტი უკვე ხელმარჯვნივ გაუკეთდება, რომ აი ეს ნაწილი ჩაიკეტოს. გავაკეთებთ ეხლა აი ასე და ჯვარედინს და გაჩვენებთ. მაინც წინასწარ დავხაზეთ, ეს არის კალამი, რომელსაც უთოთ შემდეგ ძალიან მარტივად მოაშორებთ, ამიტომ გირჩევდით, რომ იმუშაოთ. გვირისტის რა მანძილი უნდა გაიაროს, აი ეს დავხაზეთ, გავაკეთებთ ახლა და ვნახოთ როგორ სიყვარულს მივიღებთ. აი უკვე გავაკეთეთ, ძალიან დაგვეხმარა ის კალამი, რომ აი აქ ძალიან ლამაზის გაგვეკეთებინა და აი ეს მდგომარეობა მივიღეთ. ნახეთ ეს. ეხლა რაც შეეხება მკლავს, გოგოებო, აი ეს რაც არის ზოგადად ეს ზეპირად გვაქვს გაკეთებული, ეს არ არის ნამდვილი მკლავი, უბრალოდ ამ დეტალის სწავლა გვინდოდა და შემდეგი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ კარგი პირებით დავადოთ აი ეს ამას და გამოიკეროს, გაუკეთდეს გვირისტი და გაუკეთდეს ოვერლოკი. რომ შემდეგ აი ამაზე უკვე ეს უკანა პირია, ცუდი პირია, მანჟეტი დავამაგროთ. აი უკვე გავაკეთეთ ესეთი პატარა საყვარელი ნიმუში.
და აი რაღაცა გარკვეული მანძილი მივიღეთ ქვედა ნაწილზე. ხა ამაზე ჩვენ უნდა დავამაგროთ დამატებითი მანჟეტი. ზოგადად ეს ნიმუში ვარ ყოფილიყო, შეიძლება და უფრო განიერიც დაგვემზადებინა, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თვითონ მანჟეტს უკვე აი აქ დავამზადებდით, აი ეს ჩვენი ზომა რამდენიც გვინდა და შეგვეძლო აი ეს ნაწილი, აი ესეთ რაღაც ნაფენში წაგვეყო, ხო? და უფრო ვიწრო ყოფილიყო. ეხლა იმის გათვალისწინებით, რომ ეს უბრალოდ ნიმუშია, ანუ არავის სხეულზე არ ვკერავთ, არავის ზომით არ ვკერავთ, ჩვენ ეხლა მანჟეტს დავამზადებთ აი ამ წერტილიდან წრეზე მოსული აი ამ წერტილამდე ზუსტად რამდენი სანტიმეტრიც არის. მაგალითად, აი აქედან აქამდე არის 20 სანტიმეტრი, ხო? ჩვენ ცალკე ბიაზზე ავიღებთ 20 აქამდე 1 სანტიმეტრი, 1 სანტიმეტრი ჩაკერების, ანუ 22 სანტიმეტრს ავიღებთ სიგანეს, ხოლო სიმაღლე რამდენიც გვინდა მზამ მდგომარეობაში, მაგალითად 4 სანტიმეტრიანი გვინდა 4 გამრავლებული 2-ზე პლუს 2. ესე იგი, სიგანეს ავიღებთ 22, სიმაღლეს ავიღებთ 10 სანტიმეტრი, რაც ნიშნავს იმას, რომ თავისი ჩაკერების სანტიმეტრებიც გათვალისწინებული იქნება. მთავარია, რომ მანჟეტი დამზადდება და რომ მოვარგებთ ამას იყოს ამ წერტილიდან ამ წერტილამდე ზუსტი რაოდენობის. ეს ცოტა ხანი გადავდოთ ახლა ეს ჩვენი მანჟეტი დავამზადეთ, რა სიგანეს სიგრძეც გვინდოდათ ვისაუბრეთ. შიგნით ჩასადებად ასევე წებოვანიც გავაკეთოთ ისე რომ მთლიანი აი ეს შუაზე რო გავყავით, მთლიანი ნაწილი არ შეავსოს, იმიტომ რომ აქ ჩაკერების უნდა იყოს, აქაც ჩაკერების და ჯობია რომ არ ემთხვეოდეს. ესე დავადოთ, მოდი და კარგად დავაწეპოთ. ცუდ პირზე ვაწებებთ, ვიმეორებ, ანუ ცუდი პირი საიდანაც იქნება, უკუღმა პირი, სოლილი, და დავაწებებთ. ოღონდ, შემდეგი რასაც გავაკეთებთ გოგოებო, ეს თანაბარია, ხო? აი ერთ-ერთ ნაწილზე 1 სანტიმეტრს აი ესე შევკეცავთ, ნახეთ, და ბოლომდე გავუყვებით ამას და 1 სანტიმეტრზე ლამაზად და ძალიან პროპორციულად. ეხლა ვეცდები, რომ არ ჩამყვეს ცუდად, მაინც გვერდულად ვდგავარ უთოსთან, რომ კამერაშიც არ გავგიჭირდეთ დანახვა და ვეცდები, რომ და ესეთი ლამაზი. ნახეთ, აი ესეთ გავაკეთეთ, ოღონდ, ნახეთ, აი კარგად ჩანს ხო როგორ ვქენით, ოღონდ გადაკერვა ხდება კარგი პირზე, ამოვატრიალებთ, აი ამას აი ესე კარგად დავადებთ და გვირის, ნახეთ როგორ ვქენით, გვირისტს გავაკეთებთ აი ამ მონაკვეთს, ესე იგი, ერთი პირი არის შეკეცილი, ერთი პირი არ არის შეკეცილი. გავაკეთებთ გვირისტი აქ და გავაკეთოთ მეორე ნაწილზეც აი ამ ადგილზე გვირისტი. ვიღეთ აი ეს მივიღეთ თავიდან აი ამ მდგომარეობაში, ხო? ანუ ცუდ პირზე ვხედავდით, გვირისტ ესე გავუკეთ და შემდეგ მოდი აი ყველაზე კარგი იქნება თუ აი ამ წვეტებს წავაჭრით ამოტრიალების დროს, რომ კარგი ის გააკეთოს. აი ცადეთ, ეს მოვაშოროთ. ამოვატრიალოთ. აი ასე. გავავიწყოთ. ნახეთ, აი ეს 1 სანტიმეტრი მასე ზედმეტად ამოვიდა, ხო? აი ახლა უკვე შეგვიძლია ესე კარგი პირით დავადოთ, ნახეთ. აი ესე და ზუსტად აი აქედან დავიწყოთ გვირისტის გაკეთება და ბოლომდე გავუყვეთ, რომელიც მოიტანს ამ ზედმეტი ძაფებისგან განთავისუფლება, მე ეს ყველაფერი შიგნით მოექცევა. აი აქამდე მოვიტანოთ გვირისტი და გავუკეთოთ. მოკლედ აი ეს გავაკეთეთ, ხო? ეს გვირისტი აქედან დავაკერეთ, შემდეგ ამოვატრიალებთ აი ამას, ანუ აი ამ მდგომარეობაში ხო დავაკერეთ, ეს გავიხსენოთ, ხო, როგორ გავაკეთეთ. შემდეგ ანუ ამას გადავატრიალებთ აი ესე კარგად, გავასწორებთ და ეს უბრალოდ რომ გაშლილ მდგომარეობაში იყოს, ეს მძიმე დავადოთ და აი ამ ნაწილს ესე კარგად წამოიღებთ გოგოებო, ნახე ეს არის ცუდი პირი. ეს არის კარგი პირი და დამატებითი აი ესეთი გვირისტი, ლამაზი გვირისტი გავუკეთებთ. შეგიძლიათ მარტო აქ იყოს გვირისტი, შეგიძლიათ ჩარჩოს სახით მთლიანობაში ჩასვათ. ნახოთ ახლა ჩვენ მთლიანობაში ჩავსვათ და როგორ ვიზუალს მივიღებთ.